კიკალა სტუდიო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცნობილია საქართველოში, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფოტო სტუდია და ვიტყოდი ვიზუალური ხელოვნების ცენტრი. უკვე ახალი ბრენდით კიკალა Factory წარსდგა. კიკალა Factory წარმოადგენს პირველ უკიდურესად, რა გითხრათ, მოქნილ მიკროფაბრიკას კავკასიის რეგიონში, რომელიც აერთიანებს უახლეს ბეჭდვის ტექნოლოგიებსა და დიზაინის გადაწყვეტებს და მისი მიზანია შექმნა სრულიად ახალი სტანდარტი ინტერიერის, დეკორის, ბრენდირების, არტის, რეპროდუქციებისა და შეფუთვის დიზაინის სფეროში. მინდა ნახოთ სირედი სიუჟეტი იმ თემაზე, რასაც გუშინ პრეზენტაცია მიეძღვნა, მას ესწრებოდა თიკო ნატმელაძე და მოусმინოთ კიკალა Factory-ის შემოქმედს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში შემოგვატანა ახალი სიტყვა, ასე ვთქვათ, დიზაინში, ინტერიერის დიზაინში და გავაერთიანეთ, ასე ვთქვათ, კრეატივი და ტექნოლოგიები ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაძლევთ ძალიან დიდ შესაძლებლობას ინტერიერის დიზაინერებს, რომ გამოიყენონ ეს ტექნოლოგიები ჩვენთან კიკალა Factory-ში. ჩვენ ყავს ჩვენი დიზაინერები, ასე ვთქვათ, მილანიდანაც ყავს ჩამოყვანილი, ასე ვთქვათ, ქართველი დიზაინერი, რომელიც მუშაობს ჩვენთან და ვქმნით ჩვენ საკუთარ დიზაინს. ეს ინტერიერის დიზაინისთვის არის სიახლე, იმიტომ რომ საქართველოში არ არის ესეთი წარმოება, რომელიც ქართული დიზაინი და ტექნოლოგია, ესეთი ტექნოლოგიებს აერთიანებს და გამოუშვებს მაგალითად ამ ნაწილს წარმოებაში. ასევე არის კედლის დეკორები, window grafiki, floor grafiki, მანქანის wrapping-ი, უამრავი სხვა, რაც კი შეიძლება ბრენდინგთან იყოს ასოცირებული, ხო? პროექტი, რომელიც განხორციელდა დღეს კიკალა სტუდიოში, ეს გახლავთ უნიკალური პროექტი, თავის შესაძლებლობებით, თავის მოცულობით. ეს გახლავთ ყველაზე დიდი პროექტი პოლიგრაფიულ სარეკლამო სფეროში, სადაც წარმოდგენილი არის უახლესი ტიპის ყველაზე თავმედროვე დაანადგარები, არა მარტო Canon-ის, არამედ აქ არის წარმოდგენილი კიდე სხვა კომპანიებიც, რომელზეც ალბათ პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ, რომელიც საშუალებას იძლევა თვისობრივად სხვა დონეზე გაიყვანოს ასეთი ტიპის მომსახურება ჩვენს ბაზარზე. ბევრი რამე იბეჭდებოდა ჩვენი ბაზრისთვის საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში, თურქეთში, სხვა ქვეყნებშიც. დღეს უკვე საშუალება არის, რომ ასეთი ტიპის სამუშაოები დაბრუნდეს საქართველოში და განახორციელონ უკვე დაკვეთები ადგილზე აქვს. ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება, რომ საქართველოში პირველად გაიყიდა კოლორადოს პრინტერი. ეს რა თქმა უნდა არის კიკალა სტუდიოს და ბატონი მამუკას დამსახურება და ასევე ჩვენი პარტნიორი პოლიგრაფის ბატონი გუჩას დამსახურება. ეს რა თქმა უნდა შეუწყობს საქართველოში ახალი ინდუსტრიის განვითარებას, მაღალი ხარისხის დანერგვას და ახალი შესაძლებლობების განვითარებას.